მეცნიერებამ მსხვერპლს მოითხოვს. დღეს მოგვიყვებით მეცნიერ ქალზე, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად არც მეტი არც ნაკლები ტყუის კუბოშია დაკრძალული. მისი გვამი იმდენად რადიოაქტიურია, რომ მომდევნო 1600 წელზე მეტ ხანს დარჩება რადიოაქტიურად. ქალი, რომელმაც სიცოცხლის ფასად შეცვალა სამყარო და მეცნიერება. მოგესალმებით მეგობრებო, ვიმყოფები ვარშავაში და ვსტუმრობ გამორჩეული ქიმიკოსის სახლ-მუზეუმს, რომელიც განსაკუთრებით მეყვარდა ბავშვობიდან და განსაკუთრებით აბიტურიენტობის პერიოდიდან, როდესაც მისი სამეცნიერო მიღწევების შესახებ გავიგე ძალიან ბევრი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მარია კიურის სახლ-მუზეუმში. აბა წავედით. ყველასათვის ცნობილი პოლონელი მეცნიერი მარია სკატლოვსკაია კიური 1867 წლის 7 ნოემბერს დაიბადა ვარშავაში. მარია გაჭირვებაში იზრდებოდა, თუმცა გოგონათა გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა. ქალებს უმაღლესი განათლების მიღება არ შეეძლოთ, რადგან პოლონური უნივერსიტეტებში იმ დროისთვის მხოლოდ კაცებს შეეძლოთ სწავლა. ამიტომ მარიამ და მისმა დამ იატაკქვეშა უნივერსიტეტში გადაწყვიტეს შესვლა, სადაც ქალებსაც იღებდნენ. სწავლის დასრულებიდან მალევე 1891 წელს მარია საფრანგეთში გადავიდა და პარიზის უნივერსიტეტთან ახლოს სვენში დასახლდა. იგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფიზიკას, ქიმიას და მათემატიკას სწავლობდა. მისთვის პარიზული ცხოვრება რთული აღმოჩნდა. ხშირად შიმშილობდა, ზამთარში თბილი ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა ხოლმე. დღისით სწავლობდა, საღამოობით კი მასწავლებლად მუშაობდა. მალევე მარიამ ლაბორატორიაში მუშაობა დაიწყო და სხვადასხვა მეტალის მაგნიტურ თვისებებს იკვლევდა. 1893 წელს კი მისი მომავალი მეუღლე პიერ კიური გაიცნო და ცხოვრება მას დაუკავშირა და მალევე დაქორწინდნენ. 1898 წელს მათ აღმოაჩინეს ორი ახალი ელემენტი, რომელსაც მარია სამშობლოს პატივსაცემად პოლონიუმი უწოდეს და რადიუმი. რამდენიმე წელიწადში 1902 წლამდე კიურებმა 32 სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნეს. 1903 წელს შვედეთის სამეფო აკადემიამ კიურების წყვილი და ანდრი ბეკერელი ნობელის პრემიით დააჯილდოვა ფიზიკის სფეროში რადიაციის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, საბოლოოდ მარია კიური პირველი ქალი გახდა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. ჰონორარმა ცოლ-ქმარს საშუალება მისცა ლაბორანტი აიყვანათ, ლაბორატორია კი შესაბამისი აპარატურით აღეჭურვათ. 1911 წელს მარიამ ნობელის პრემია ქიმიის დარგშიც მიიღო და პირველი ადამიანი გახდა, ვინც ეს საპატიო ჯილდო ორჯერ მოიპოვა. პიერის სახით მარიამ იპოვა სიყვარული, საუკეთესო მეგობარი და კოლეგა. თუმცა 1906 წელს პიერს ეტლი დაეჯახა მეუღლის გარდაცვალებამ, მარია ღრმა დეპრესიაში ჩააგდო, მან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოახერხა მუშაობის გაგრძელება ლაბორატორიულ პირობებში. 1934 წლის 4 ივლისს მარია კიური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად აპლასტიური ანემია დასახელდა, რაც ექიმების აზრით ორგანიზმზე რადიაციის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ გამოიწვია. იონიზირებადი გამოსხივების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ იმ დროისთვის ცნობილი არ გახლდათ. ამიტომ ბევრ ექსპერიმენტს მარია უსაფრთხოების ნორმების დაუცველად ატარებდა. კიური კოლბებში მოთავსებულ რადიოაქტიურ იზოტოპებს ჯიბით დაატარებდა. ინახავდა თავისი მაგიდის უჯრაში. რადიაცია მარია კიურის ქრონიკული დაავადების მიზეზი გახდა. სიცოცხლის ბოლოს თითქმის უსინათლო ქალი იტანჯებოდა თირკმლების დაავადებებით, მაგრამ მას არასდროს უფიქრია არჩეული გზიდან გადახვევაზე. მარია კიური ქმრის პიერ კიურის გვერდითაა დასაფლავებული. 60 წლის შემდეგ ცოლ-ქმრის ნეშტი პარიზის პანთენონში გადაასვენეს, სადაც საფრანგეთის საზოგადო მოღვაწეები განისვენებენ. მარია კიური პირველი ქალია, რომელიც საკუთარი მიღწევებისა და დამსახურებების გამო დაასაფლავეს ამ პანთეონში. მარია კიურის გვამი ტყუის კუბოში მოათავსეს, რადგან მისი სხეული, ტანსაცმელი და პირადი ნივთები რადიოაქტიური იყო. მარია კიური მთელი ცხოვრება ყოველდღიურად ეხებოდა რადიუმსა და პოლონიუმს, ამიტომ მისი სხეული გახდა რადიოაქტიური საფრთხე ყველასთვის. ტყვია ბლოკავს მაიონიზირებელ გამოსხივებას, განსაკუთრებით ალფა, ბეტა და გარკვეულწილად გამოგამოსხივებას. აპლასტიური ანემიის წარმოქმნა უკავშირდება ძვლის ტვინის დაზიანებას რადიოაქტიური სხივებით.